ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაჭარის მთავრობა თვითიზოლაციის პოლიტიკაზე გადავიდა. გულისხმობ იმას, რომ ყველა ღონისძიება იმართება დახურულ კარს მიღმა, მედიას არ იწვევენ. მათ შორის საინტერესო გარემოება არის ისიც, რომ მაჭარის მთავრობის არალეგიტიმური თავმჯდომარე ისე აირჩიეს, რომ ეს პროცესი იყო დახურულ კარს მიღმა. სულხან თამაზაშვილმა სხდომაც ჩაატარა აჭარის მთავრობის სხდომა, რომელიც ასევე იყო დახურული. რატომ აირჩია თქვენი აზრით აჭარის მთავრობამ თვითიზოლაციის პოლიტიკა? რას გაურბიან ისინი ან რატომ ემალებიან მედიას? თქვენ რა ახსნა გაქვთ? სამწუხაროდ თქვენი კითხვა არის პოლიტიკური შეფასება, გულისხმობ არა. ეს არის ფაქტი. ფაქტი არის ის, რომ ლეგიტიმაცია საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აქვს როგორც პარლამენტს, ასევე უმაღლეს საბჭოს. ჩვენ ავირჩიეთ ბატონ სულხან თამაზაშვილი, შესაბამისად ის არის ლეგიტიმური ხელისუფალი რეგიონში და ახორციელებს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს. ამაზე უნდა შევთანხმდეთ. თუ ამაზე ვერ შევთანხმდებით, მაშინ რელევანტური აღარ იქნება არც ერთ შემთხვევაში ჩვენი საუბარი, ხო? ბატონ ცოტნე, მე ფაქტების შესაბამისად გესაუბრებით, კითხვებსაც ვსვამ და თქვენ ვალდებულება გაქვთ რომ მიპასუხოთ. თვითიზოლაციის პოლიტიკა რატომ აირჩია აჭარის მთავრობა? კიდევ ერთხელ გიპასუხებთ, ბატონ სულხან, თქვენ კითხვაში შეფასება ახსენეთ არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე. მოცემულობა ფაქტობრივი და იურიდიული არის ლეგიტიმაცია. საპარლამენტო არჩევნები, უმაღლესი საბჭოს არჩევნები გასულ წელს შედგა 300,000 ხმის, ესე ვთქვათ, მოპარვის თუ რაღაც დამატების ნაწილის მტკიცებულებები არ არსებობს და ევროკომისიამ ამის შესახებ განცხადებები გააკეთა, მათ შორის რადიო თავისუფლებაზე ნახავდით თქვენ ამის შესახებ. შესაბამისად, პარლამენტიც და უმაღლესი საბჭოც არის ლეგიტიმური და უმაღლესი საბჭოს მიერ არის არჩეული აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბატონი სულხან თამაზაშვილი, რომელიც წარმატებით შეასრულებს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობას. ეს არის მოცემულობა, რაც შეეხება მედიასთან კონტაქტს. ახლაც მათ შორის მე მგონი ამის პრობლემას ვერ ვხედავთ და ამ პროცესში ვიმყოფებით და მე მგონი ზოგადად ცოტნე მე არ მიხსენები აქ აჭარის უმაღლესი საბჭო. მე გითხარით აჭარის მთავრობა, მათ შორის მუნიციპალიტეტები და ბათუმის მერიაც კი. ყველა საჯარო ღონისძიებას, რაც კანონით არის გათვალისწინებული, არის დახურული და რატომ ამიტომ გეკითხებით თქვენ ხართ ამ რეგიონში მაკონტროლებელი, ესეთი არის ახლა მოცემულობა. არ ვიცი რა საჯარო ღონისძიებებზე საუბრობთ, თუმცა არსებობს თქვენ არიცით რომ აჭარის მთავრობის ბოლო სხდომა დაიხურა და ამის შესახებ ანონსიც კი არ ყოფილა. მათ შორის მედიასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციის ის ლეგიტიმური რგოლები არსებობს, რომლებიც ყოველთვის შესაბამის განმარტებას აკეთებს. ჩვენი ხელისუფლება არასდროს ყოფილა ჩაკეტილი მედიასთან, 40-მდე არხი მაუწყებლობს. ბატონ ცოტნე, თქვენ ახლა მანიპულირებთ. ბატონ ცოტნე, მე კონკრეტულ ფაქტებს გეუბნებით და გიყვებით. ბატონ ცოტნე, მანიპულირებთ და ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ. კითხვაზე მიპასუხეთ, ბატონ ცოტნე. აჭარის მთავრობა რატომ ჩაიკეტა? პასუხი გაგცეთ და მე მანიპულირებს სიმართლეს ვამბობ, გულწრფელი ვარ, არასწორად ვამბობ კონსტანტირებას ფაქტების, ეს მაყურებელმა შეაფასოს თქვენმა. შევჯერდეთ ამაზე, ხო? თქვენს ხომ მაყურებლისთვის ქმნით ამ კონტენტს და შრომობთ. ამიტომაც პასუხობთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ შეიძლება გქონდეთ, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ორგანოსთან, გააქვთ იმის შესაძლებლობა, მათ შორის მედიასთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის ლეგიტიმური რგოლებით მიიღოთ ყველა კითხვასთან დაკავშირებით პასუხი, რომელიც შესაძლებელია მოგწონდეთ, რომელიც შესაძლებელია არ მოგწონდეთ. ტელეფონზე არ პასუხობენ, საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ. ბატონ ცოტნე, ტელეფონს არ პასუხობენ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ, ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნება ინფორმაციის არ ხდება და საერთოდ არ ხდება. მათ შორის აჭარის მთავრობის სხდომა რატო დაიხურა? კრიტიკული ორგანიზაციების მონიტორინგითაც პროაქტიულობით ვართ ერთ-ერთი ლიდერები ქვეყანაში. შეიძლება შეურაცხყოფას არ გაყენებთ, ეს არის ფაქტი. გეუბნებით გითხარით საჯარო ინფორმაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დასკვნებსაც, რომ პროაქტიულობაში ვართ ქვეყანაში ლიდერი და ძალიან გთხოვთ ასეთ შეფასებებს, მათ შორის არალეგიტიმურს, ტყუილს თუ ასე შემდეგ, გთხოვთ, ადამიანები ვართ, თქვენ პროფესიულ მოვალეობას ასრულებთ და მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას. იმიტომ რომ არ იქნება თქვენი მხრიდან ეთიკური, რა თქმა უნდა, ეხა
ამას მე თქვენ არ გასწავლით, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შეფასებას მიცი ან არალეგიტიმურობის ან ტყუილის შეფასება. მოცემულობა არის მოცემულობა. მესმის რომ შესაძლებელია დროის რაღაც მონაკვეთში სწრაფი კომუნიკაცია გჭირდებოდეთ, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომელიც არის საქმიანობასთან, პროექტებთან, მოსახლეობასთან ჩართულობით დაკავშირებული და მთავრობის თავმჯდომარის უამრავი საკითხი აქვს დღის წესრიგში. ახალმოსულია ეს კაცი და ძალიან გულისხმიერებით ყველა მიმდინარე გამოწვევას ეცნობა. რამდენჯერმე შემიძლია გაგიმეოროთ კითხვა, რომელსაც არ პასუხობთ, ბატონო ცოტნე. რატომ დაიხურა ერთი წამით? რატომ დაიხურა აჭარის მთავრობის ხდომა? ასევე ღონისძიებები, რომლებიც იმართება დახურულ კარს მიღება და არაერთი ღონისძიება, სხვადასხვა პროექტების განხორციელება ისე ხდება, იქ თქვენც ესწრებით და როცა მედიას ვერ ხედავთ, კითხვა არ გიჩნდება. ერთი პროექტი და გიპასუხებთ, რომელიც საჯარო ღონისძიებაზე დაიხურა საჯარო ღონისძიება თავისი არსით და შინაარსით. დამისახელეთ გთხოვთ ერთი საჯარო ღონისძიება. ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, აჭარის მთავრობის ხდომა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თუ კონკრეტული მუნიციპალიტეტის მერი გაეცნობა კონკრეტული პროექტის განხორციელებას და შესრულების მიმდინარეობის პროცესს. ეს არის მის სამუშაო პროცესი და ამას არ ქვია საჯარო ღონისძიება. ადრე სხვანაირად ხდებოდა. არ გეთანხმებით, მაგრამ ადრე რატომ ეძახდით მედიას მაშინ? მთავრობის თავმჯდომარე თუ მიბრძანდა და დაათვალიერა და ამის შესახებ სოციოქსელებიდანაც ალბათ თქვენ შეიტყვეთ. ადრე რატომ ეძახდით მედიას მაშინ? სამუშაო პროცესი. ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტის ნაწილი. აქ არაფერი დამალული არ არის, მაგრამ თქვენ ამას თუ საჯარო ღონისძიებას უწოდებთ, მე ამაში ვერ დაგეთანხმებით და დარწმუნებული ვარ მაყურებელთა დიდი ნაწილიც. აბა რა არის? ჩვენთან დაკავშირებით რა თქმა უნდა მთავრობის აჭარის მთავრობის ხდომა, თქვენ ხართ მაკონტროლებელი, აჭარის მთავრობის ხდომა რატო იხურება? აქ თავის კომპეტენცია, რომელთან დაკავშირებითაც ბუნებრივია მოგაწვდით თავის არგუმენტირებულ პასუხებს. ჩვენი გუნდი. თქვენ კითხვა არ გაგიჩნდათ, რატომ დაიხურა მედიისთვის აჭარის მთავრობა? თქვენ ხო დასვით კითხვა. პასუხი მიიღეთ? ბატონ ცოტნე, მე ვერ მივიღე, მე გეკითხებით იმას. ნებისმიერ საკითხს გთხოვთ, დავასრულებ კითხვის ფორმულირებას და შემდგომ მიპასუხეთ. აჭარის მთავრობა იხურება. უმეტესი მუნიციპალიტეტში საკრებულოს ხდომა ისე იმართება, ამის შესახებ წინასწარ არ არის ცნობილი ოფიციალურ ვებგვერდებზე.